ესე იგი ჩვენ დროს როცა ეს გეინერის საშუალება არ იყო ხოლმე და ჩვენ ჯერ პადლებში ვარჯიშობთ ხოლმე ვირთხებთან ერთად. ჩვენი გეინერი იყო კისელი. კისელი, აი სუბაგაზოვრები ხოლმე დალიეთ კისელი, კი. ერთი ბიჭი მოვიდა მეგობარი, მითხო ცოტა წონაში მინდა მომდომ, ბიჭი კისელი იყიდე რაღაც ლაგაოცი ეს. მოვიდა ერთი გემრიელი მაინც იქნება. ღაბავით. ეს ამით ძალიან ბევრი მოგივიდა. ეს ჩვეულებრივი სახამებელი, ანუ პირდაპირი სახამებელი. 90% სულ სახამებელი. ვარჯიშს დროს მეთქი ეს ნახშირწყლებს ალბათ ვერ ავსებ. გეინერი ცხოვრებაში არ გამომიყენებია, შესაძლებელია თუ ბევრ ნახშირწყლებს მივირთმევთ. ამავდროულად პროფესიონალურ სპორტში ინსულინი არის ჩართული. რადგან შეიძლება პორცია ფიზიკურად ვერ შევჭამ, თქვათ 100-150 გრამ გერკულეს, 100 გრამ გერკულეს, 70 გრამი ნახშირწყალი და კიდე მინდა რა, იმიტომ რაღაცა 600 გრამი ნახშირწყალი მიწევ. ამ შემთხვევაში დამხმარეთ შესაძლებელია მოვუწეს, თუმცა ხა ამ გეინერში იმდენის შაქარია. ძალიან. აი იმდენის გაფუებს რა. მეორები ისევ კრეატინი, რას თქვენ თქვით? ხო. ან ნახშირწყლები, აი ეს კისელი, მაკარონი, ეგეთი მეების სახით. ხო, ნახშირწყლები და ან შეიძლება carbs ვარჯიშის დროს დალი იმითი შეავსო ერთი პორცია 60-50 გრამი. აი, არაზუსტ. ანუ carbs მოდი ვთქვათ, რომ ცალკე დანამატი არის, რომელიც მხოლოდ ნახშირწყლები არის, იმიტომ რომ როცა გეინერში შეიძლება ერთ სკუპში სადღაც 600-დან 1000 კალორიამდე იყოს. ნუ იქ არის უფრო მეტი შაქარი, სავარაუდოდ ცხიმის ხარჯზეც არის კალორიები გაზრდილი და რაღაც ისეთი კომბო. მე არ მიყვარს და ბევრი რაღაცაა შერენი და ვერ ვგებულობ რას რამდენ გრამს ვღებულობ. მარტო ცალკე ცილა, ნახშირწყლები ვიცოდი რა გრამი და კი ბატონო. თორე და კისელი. ალუბლის წვენთან ერთად მოადუღეთ მაგას გემრიელს რა დალებს. ფანტასტიკური. ხო,